ესე იგი შუქნიშნის წითელი ფერი თუ ანთია და თუ წითელი არ ანთია, მაგრამ ანთია მუდმივად ჩართული ყვითელი ფერი, აი ეს ფერი. კანონში გვეუბნებიან, რომ სტოპ ნიშანიო, სდექ ნიშანიო, მუშაობს მხოლოდ შუქნიშნის წითელ ფერზე და მუდმივად ჩართულ ყვითელ ციმციმა ფერზეო. ყვითელი ციმციმა ფერი გვეუბნება, რომ შუქნიშანი არ მუშაობს და თქვენო აი ამ ქუჩების გადამკვეთებმაო გაითვალისწინეთო, რომ უნდა ესე იგი იხელმძღვანელოთ საგზაო ნიშნებითო. შუქნიშანი თუ არ მუშაობს, საგზაო ნიშნებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ამ შემთხვევაში ის არ ქვია, ამ საგზაო ნიშნებით. ამ შემთხვევაშიც სტოპი ეს დეკ, როცა არ მუშაობს, ემორჩილებს სტოპს. ახლა უყურე მეორე ვარიანტი, მესამე ვარიანტი. თუ ჩართულია ეს აღარა გვაქვს და ჩართულია მწვანე ფერი, სტოპი კარგავს თავის დანიშნულებას. ხო ლოგიკურია. შუქნიშანმა ჩაგირთო მწვანე ფერი და შენ აღარ ჩერდები აქ. მიხვდი? შენ ჩერდებოდი როცა იყო წითელი და როცა იყო ყვითელი, მაშინ სავალდებულო გაჩერება ქონდა. სტოპთან აი აქ ხაზი გექნება. ჩემთან გაჩერდიო. მაგრამ თუ ეს არ წითელი და არც ყვითელი არ აგაგდა მწვანემ აგინთო, ამას აღარ ემორჩილები და მიდიხარ საითაც შენ გაქვს უფლება რომ წახვიდე ამ ნიშნებს. გასაგები, ესე იგი ფინალში რა გამოდის? სდექ ნიშანი მოქმედებს მხოლოდ შუქნიშნის წითელზე და შუქნიშნის მუდმივად ყვითელ ფერზე. ჩვენ ახლა უნდა გავეცნოთ გზაჯვარედინის გავლის 6 კანონს და ეს კარგად გამოჩნდება ახლა. გასაგებია? დიახ. ალბათ ძალიან კარგი.